ჯანდაცვის სტანდარტის წარმდგენია ავერსის კლინიკა. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. რა არის მაინც მოკლედ ნუტრიციოლოგია და რატო ხდება სულ უფრო და უფრო ის აქტუალური? ნუტრიციოლოგია შედარებით ახალი დარგია, მეცნიერების შედარებით ახალი დარგია, მაგრამ დღევანდელ დღეს ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა. რა თქმა უნდა, ამისი მიზეზი არის ის ცვლილებები, რაც გლობალურად ხდება, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ განვითარდა რაფინირებული საკვები. ამან გამოიწვია არასასურველი შედეგი, იმის გამო, რომ ნაკლები ნუტრიენტების შემცველი საკვები აღმოჩნდა არასასარგებლო ჯანმრთელობისთვის და ეს ამან გამოიწვია მთელი რიგი დაავადებების გამოწვევა. არა, გადამდები დაავადებები იწყება ყოველდღიური თებშიდან და არა კლინიკაში ექიმთან, ხო? ამიტომ ყოველთვის ვამბობთ, რომ პრევენცია ბევრად უფრო მარტივია სინამდვილეში, ვიდრე მკურნალობა, თუმცა რეალურად ასე არ არის. მე შემიძლია რახან ენდოკრინოლოგიაში ვმუშაობ, სიმსუქნესთან დაკავშირებით, დიაბეტთან დაკავშირებით უფრო მეტი ვისაუბრო. მე გადავხედე ერთ ბოლო აღწერას სიმსუქნესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონში და ქალთა მოსახლეობაში ეს იყო 26% და ჩემ დაგასაკვირად კაცებში ცოტა ნაკლები იყო 22. თითქოს რეალურ კლინიკურ პრაქტიკაში ცოტა მეტი უფრო კაცებისკენ არის, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო არის ის, რომ რეგიონთან შედარებით საქართველოს წამყვანი რაოდენობა ქონდა სიმსუქნესთან და დიაბეტთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ რეგიონში 10% იყო ქალების შემთხვევაში და 7.8 მამაკაცების შემთხვევაში. ანუ ფაქტობრივად ეს არის ყველაზე ბოლო კვლევა ნისთან, რაც 22 წლის კვლევა არის ეს ამ შემთხვევაში, რაც შედარებით ბოლო ითვლება და ნუ დიაბეტთან მიმართებაშიც პრინციპში, რა თქმა უნდა, რიცხვები და შემთხვევითობა იზრდება დღითი დღე და ყოველდღიურ პრაქტიკაშიც ამას ძალიან კარგად ვამჩნევთ, რომ სტატისტიკა გვერდზე გადაიდოს და აი მივაბათ მაშინ ის შეკითხვა, რომელიც თქვენ თავიდან დასვით, პრეპარატებთან მიმართებაში, ხო, ეს არის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდების აგონისტები, შეიძლება მოსახლეობა ამას უფრო კარგად იცნობს საერთაშორისო აბრევიატურის სახით GLP-1-ის აგონისტები, რომელიც ჩემი პირადი აზრით გვერდზე რო გადავდოთ, ამ პრეპარატების გამოყენებას, მოხმარებას უდევს სარჩულად ძალიან მასშტაბური, სისტემატიური მიმოხილვითი კვლევების ანალიზი და რა თქმა უნდა ექსპერტთა აზრი და მთელი სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები, ხო? აქედან გამომდინარე, ეს პრეპარატები არათუ მარტო სიმსუქნის თუ დიაბეტის კუთხით გამოიყენება, აღმოჩნდა, რომ სხვა სასარგებლო პლეიოტროპული, ანუ მრავალმხრივი ეფექტები აქვს. და ბევრი რომ არ ვისაუბროთ ახლა ამ თემაზე, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ზოგადად სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე კეთილსაიმედო რამდენად ფართოდ არის ჩვენთან ახლა მასთან? ფიქრობ, რომ ძალიან ფართოდ, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. უბრალოდ აქვე ვიტყვი, რომ ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდება, ეს ალბათ ახალი არ არის ხა ჩემგან, რომ დარეგისტრირებულია ჩვენთან და დარეგისტრირებული არის ზოგიერთი ჯერ არა. ერთ ექიმები უკვე ამას კი, ჩვეულებრივად, ფორმას იწერება და მთელი რიგი ესეთი ამბავია. შემდგომ პაციენტი მიდის აფთიაქში და ყიდულობს. თუმცა პრობლემა არის იმაში, რომ ბევრი პაციენტი ზოგჯერ ექიმისგან დამოუკიდებულებაც ხმარობს, ხო, და მხოლოდ კოსმეტიკური ჭარბიწონის კორექციის მიზნით. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ამას სულ ვამბობთ ენდოკრინოლოგები და რა თქმა უნდა, ჯობია რომ ენდოკრინოლოგმა გასცეს რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იმთავითო ეს პრეპარატები არის ანტიდიაბეტური. უბრალოდ სიმსუქნის საწინააღმდეგო მკურნალობა რომ გააჩნიეს უკვე თითქოს დამატებითი ბონუსია. თუმცა ჩვენ ხმარობთ ამ პრეპარატებს, ხადია იზოლირებულად სიმსუქნის
ხო, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ თუ ხდება ამ შემთხვევაში. კეთილ, თქვენთან გვექნება შემდეგი კითხვაც პრინციპში გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ჩართულობაზე საინტერესო არის პასუხი, რამდენად მნიშვნელოვანი არის პოლიტიკა, მეტი რეგულაცია ჯანსაღი-კვების პოპულარიზაციის მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანი არის და თუ არის ასეთი შესაძლოა იყოს გამოსავალი და კვებითი ქცევის შეცვლა და ვინ უნდა ჩაერთოს ამ მიმართულებით. შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი მედიაც მეტად პოპულარიზებაში, თუმცა უფრო მეტად რა არის მნიშვნელოვანი და მთავარი. დიახ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უდიდესი როლი აქვს ჯანსაღი-კვების პოპულარიზაციის და ასევე სტრატეგიის დაგეგმვისათვის. ძალიან დიდი როლი აკისრია, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკა და სტრატეგია აუცილებელია, რომ ეფუძნებოდეს მეცნიერულ კვლევებს. აუცილებელია ეფუძნებოდეს ვალიდურ კვლევებს და რეპრეზენტატულ კვლევებს. აი ეს მონაცემების არ ქონა, ასეთი მონაცემების არ ქონა, დღეს არის ჩვენი გამოწვევა. შეიძლება კვების მხრივ სხვადასხვა კვლევები იგეგმება საქართველოში, თუმცა ეს არ არის ის კვლევები, რომელიც ტარდება იმ მეთოდოლოგიით, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს, რომ შემდეგ ამაზე ავაგოთ სტრატეგიები ჯანსაღი კვების კუთხით. იგივე ნუტრიციოლოგიამ რამდენად შესაძლოა რომ შეამციროს მათ შორის ჯანდაცვის სისტემის ეს ფინანსური ტვირთიც, რაც აქვს დღეს ამ ინდუსტრიას. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრად უფრო ძვირი ჯდება უკვე დაავადების მკურნალობა, ვიდრე დაავადების პრევენცია. და სწორი კვება და ჯანსაღი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მოხდეს პრევენცია დაავადების და არ მოხდეს დაავადების განვითარება. ამიტომ მე ჩემის აზრით უნდა მოხდეს აუცილებლად უნდა მოხდეს თავრობის მეტი დაინტერესება სახელმწიფო დონეზე ამ საკითხების გარჩევა. მთავარი კვებითი გამოწვევა საქართველოში დღეს რა არის, რაც ყველაზე მეტად პრობლემური არის მოსახლეობისთვის? ამ შეკითხვას ალბათ პასუხს გავცემ არა როგორც ექიმი, ალბათ რიგითი მოქალაქე. ვფიქრობ ასეთი არის ესეთი კვებით გამოწვევა, რომ შეიძლება თეორიის დონეზე ძალიან კარგად ვიცოდეთ რა არის ჯანმრთელი კვება, დაბალანსებული კვება, რომ ცილა ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ, მაგრამ აი რეალურად ვიცით რაც ხდება, ხო? ბიუჯეტთან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით ძალიან რთული არის, რომ გარკვეული სოციალური კლასის წარმოადგენლებისთვის განსაკუთრებით, რომ ყოველდღიურად მოხდეს ცილით საკმარისი უზრუნველყოფა. მით უმეტეს ახლა ახალი კვებითი პირამიდა შემუშავდა, რომელმაც თქვა, რომ თუ ადრე გვეუბნებოდნენ, რომ ცილის რაოდენობა დაახლოებით 0.8-დან 1,2 გრამი იყო კილოგრამამდე, ეს იყო რეკომენდირებული რაოდენობა ცილის ყოველდღიური. ეხლა გაორმაგდა ეს რაოდენობა პირობითად სადღაც 1,4-1,6 გრამი კილოგრამზე. ჩვენ ვიცით, რომ ცილის ყველაზე კარგი წყარო არის ხორცი, ხორცის ფასიც ვიცით, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა კვებითი არის სწორედ ეს, რომ ვერ ხდება განსაკუთრებით ცილით საკმარისი უზრუნველყოფა და ცილის დეფიციტი, მაგრამ ბევრ სხვა არა კეთილსაიმედო გამოსავალს იწვევს. სამაგიეროდ ვიღებთ პარადოქსს, რომ ყავს ბავშვები, რომლებიც ვერ იღებენ სათანადო სურსათს, სათანადო ნუტრიენტებს და ყავს მშობელი, რომელიც არის მწუქანი. და აი ეს არის ეს ორმაგი დატვირთვა. თუმცა დღეს მაგალითად ძალიან ტრენდულია ზოგიერთი სამეცნიერო კვლევები და მინდა ამ ტრენდზე ვისაუბრო ზუსტად აი აქ დასმულ საკითხებთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი ქავატომა ნესტარმა ბრძანა ცილაზე და ეს ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ცილოვანი სურსათის საკვები ნამდვილად ძვირი არის და ზუსტად ცილა არის ის აუცილებელი ნუტრიენტი, რომელთაც ადამიანს მიეწოდება ისეთი ამინომჟავები, რომელთა სინთეზი ჩვენს ორგანიზმში არ ხდება და ამდენად სასურსათო წყაროებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ცილოვან სასურსათო წყაროებს. მაგრამ დაუშვათ აი ეს ტრენდული კვლევა, რომელიც ვახსენე, ეხლა მაგალითად არის აი ესეთი კვლევები, რამდენად დაუშვათ
ნახშირწყლების დემონიზირება ხდება, საერთოდ ჩვენ საზოგადოებაში ხდება, რაღაც გარკვეული სასურსათო პროდუქტების დემონიზირება. და აი ამის საფუძველი არის ის ნუტრიციოლოგები, ნუ შეიძლება ჭყალებშიც ვთქვათ ნუტრიციოლოგები, რომლებიც დღეს აი ამ ჩვენს მომხმარებლებს თავაზობენ სხვადასხვა ნუტრიციოლოგიურ მომსახურებას. ეს შეიძლება ზოგჯერ საერთოდ არ არიან ექიმები, არამედ არიან სპორტული ინსტრუქტორები, არიან სხვა მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლები. ანუ ნახეთ, დღეს საზოგადოებას აქვს დაკვეთა ნუტრიციოლოგების მიმართ. იმიტომაც არის აი ესეთი დიდი მასა ნუტრიციოლოგების, ამიტომაც სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი განცხადება იდება, რომ თავაზობთ მომსახურებას, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან. თუმცა ეს ხო არარეგულირებადია. დიახ, არარეგულირებადია. დიახ, დღეს ესე იგი სახელმწიფო რასაც არეგულირებს, ეს გახლავთ ის, რომ ნუტრიციოლოგია არის აყვანილი არა ცალკე პროფესიის რანგში, არამედ სუბსპეციალობის რანგში. რა ძირითადი გზავნილი გექნებათ აი ამ თავარ თემასთან, რაზეც ჩვენ დღეს საუბრობთ, რასაც ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილებების მიმღებებთან ქვეყანაში, ისევე როგორც საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან. ქალბატონო კეთებანი. ალბათ სწორად უნდა გაიაზრონ პოლიტიკის შემქმნელებმა და გადაწყვეტილების მიღებმა პირებმა, რომ ნუტრიციოლოგია ეს არ არის მხოლოდ ავადმყოფთან და პაციენტთან დაკავშირებული მეცნიერება, ეს მომავლის პროფესია, ქალბატონმა მანანამ თქვა, თუმცა ის ისეთივე უძველესია, როგორც ადამიანი. უკვე კარგად ითქვა, რომ ნუტრიციოლოგია ბევრად მეტია, ვიდრე რაღაცა რამდენიმე თვიანი კურსი. ეს არ არის მარტო მედიცინა, აქ ცოტა პოლიტიკა, ცოტა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ცოტა ასე შემდეგ. ამიტომ სასურველია რომ იყოს ან ბაკალავრიატი, ან მაგისტრატურის სახით ნუტრიციოლოგიის უფრო პროფესიონალურად მაღალი კვალიფიცირების მიზნით შესწავლის კუთხით. განათლება ეს უმნიშვნელოვანია, უმნიშვნელოვანესია და ასევე კეთილმა მახსენა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ტრადიცია და ეს ცოდნა არსებობდა საქართველოში. ნუ სურსათისთან დაკავშირებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის